მოგესალმებით მეგობრებო, დადგა ჩვენი შემდგომი შეხვედრის დრო და დღეს ვსაუბრობთ ხუთიანებზე და ეს ნიღაბი სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რატომაც მიკეთია. იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნიშანი. და იდუმალება რაში გამოიხატება? იდუმალება გამოიხატება იმაში, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ხუთიანები არიან საკმაოდ ამოუცნობი, არაპროგნოზირებადი და ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული ადამიანებიც კი. ვინ არიან ხუთიანები, სანამ გავაგრძობთ მოკლედ საუბარს, ვთქვათ, ვინ არიან ხუთიანები? ხუთიანები არიან ნებისმიერი თვის 5, 14 და 23 რიცხვში დაბადებული ბავშვები, ადამიანები და ასევე ნებისმიერი წლის მაისის თვეში დაბადებული პიროვნებები. და დაუბრუნდეთ ხუთიანების არათანმიმდევრულ ქაოსურ თითქოს ბუნებას და ვთქვათ მიზეზი რატომ არიან ეს ადამიანები ასეთები და ეს ბავშვები ასეთები და რა უმთავრესი გამოწვევა არის ხუთიანური ენერგიის ბავშვის მშობლის წინაშე, რომ ზრდასრულობაში ამ ბავშვებს არ შეექმნათ სოციალიზაციის პრობლემა, არ შეექმნათ იმის პრობლემა, რომ საზოგადოება ვერ უგებს, ვერ იღებს, იმიტომ რომ თუნდაც არასწორად გამოხატავენ აზრს, ან გონიათ რომ თქვეს და ამ დროს იგულისხმეს და ასე შემდეგ. მოკლედ დავუბრუნდეთ ამ საკითხს. პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ხუთიანებს აქვთ ყველა სხვა დანარჩენ ნიშანთან შედარებით გამორჩეულად ანალიტიკური აზროვნება. ანალიტიკური აზროვნება აქვს 7-ანსაც, ანალიტიკური აზროვნება აქვს 4-ანსაც, 1-ანსაც, ძალიან ბევრ ნიშანს აქვს ანალიტიკური აზროვნება, მაგრამ ხუთიანური ანალიტიკა არ ახასიათებს არც ერთს. და რას გულისხმობ ახლა ამაში? ხუთიანებს შეუძლიათ საკითხის, აი თუნდაც პირადად მათ ეხებოდეს, ეს სუბიექტურად მათ მიმართ იყოს საკითხი მიმართული, შეუძლიათ აი ამ შემთხვევაშიც კი ობიექტურობა შეინარჩუნონ. ანუ თავი წარმოიდგინონ სხვა ადამიანების ადგილზე, სხვა ადამიანების გადმოსახედიდან და აი ამ განსხვავებული პრიზმებიდან იმსჯელონ. ეს არის მათი ყველაზე დიდი პლუსი, რაც მათ ბუნებას ახასიათებთ. თუმცა ამავე დროს ეს შეიძლება იყოს მათი ყველაზე დიდი მინუსიც, იმიტომ რომ აი დაუშვათ ეს თუ მოხდება, დაუშვათ ეს თუ მოხდება, დაუშვათ ეს, დაუშვათ, ანუ იმდენი დაუშვათ აქვს ხუთიანს გონებაში ბავშვობიდან, რომ ეს მათ ტვინში აყალიბებს სრულიად დიდ ქაოსს და ამ ქაოსის მართვას სამწუხაროდ ისინი დამოუკიდებლად ვეღარ ახერხებენ. ამიტომ მშობლების მთავარი გამოწვევა, ვისაც გყავთ ხუთიანური ენერგიის ბავშვები, იცოდეთ, რომ მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ შვილს ასწავლოთ დროის მენეჯმენტი. ხუთიანის დრო აბსოლუტურად განსხვავებულია დანარჩენი ენერგიების დროისგან, იმიტომ რომ ხუთიანი ვერ აღიქვამს დროს ისე, როგორც აღიქვამენ ამას სხვა ენერგიის წარმომადგენლები. ხუთიანისთვის მაგალითად 10 წუთი რაც არის, შეიძლება რეალურად აკადემიური საათი იყოს 1 და ამ დროს ხუთიანს ეგონოს რომ 10 წუთი გავიდა. ამის გამო ხშირად შეიძლება სადღაც აგვიანებდეს, ამის გამო შეიძლება ვერ გეგმავდეს თავის დროს სწორად და ასე შემდეგ. ამიტომ მშობლებო, იცოდეთ, რომ ეს არის მათი ბუნება, უბრალოდ თქვენი მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ ასწავლოთ ამ ხასიათთან თანაცხოვრება, ასწავლოთ სტრუქტურაში ჩასმა რაღაცა პროცესების და ასწავლოთ თანმიმდევრულობა. იმიტომ რომ ქაოსი, რომელიც ხუთიანის ტვინში ასევე აფერხებს მათ თანმიმდევრულ ქმედებებს, აღძრავს ინტერესს სხვადასხვა სფეროების მიმართ და ეს სფეროები შეიძლება იყოს, აი რა ვიცი, კულინარიიდან დაწყებული, რაღაცა ასტრონომიით დასრულებული ერთ დღეში შეიძლება აი ბევრი საკითხის მიმართ დააფიქსიროს ინტერესი, თუმცა ვერ შეინარჩუნოს ამ ინტერესის ხანგრძლივობა.
და რაღაცნაირად იხტუნაოს თითქოს ერთი საკითხიდან მეორეზე. ამიტომ მშობლებს ეს პროცესი გჭირდებათ რომ მართოთ და ასწავლოთ დაწყებული საქმეების დასრულება. ასევე ასწავლოთ დროის მენეჯმენტი, როგორც უკვე გითხარით და აღვნიშნე და კიდევ ერთი ძალიან მთავარი ხასიათის თვისება ახასიათებთ ხუთიანს, თუ რაღაცამ დააინტერესა, აი ხო ვამბობთ რომ კულინარიიდან დაწყებული ერთ დღეში შეიძლება ინტერესი გამოხატოს ასტრონომიით დამსავრებული ყველაფრის მიმართ. მაგრამ უცებ სადღაც შუაში რაღაცამ დააინტერესა. მაგალითად დააინტერესა როგორ სუნთქავენ კალიები. აი ამ რაღაცამ ამას დაჯდება, ჩაუღრმავდება, ჩაუჯდება, ბოლომდე ამოქეკავს და გახდება ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შეიძლება ასე ითქვას, და აი აითვისებს ბოლომდე აი ამ საკითხს. ეს ხასიათის ეს შტრიხი, რომ თუ რაღაცამ დააინტერესა, იმას ბოლომდე ეძიება, ხუთიანებს აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ თუ იპოვეს მათთვის საყვარელი და საინტერესო საქმე, ამ საქმეში გახდნენ შეუდარებელი პროფესიონალები. შეუდარებელი მართლა პროფესიონალები, იმიტომ რომ ისინი ითვალისწინებენ ძალიან მცირე ნიუანსებსაც კი, რომელიც შეიძლება გამორჩეს სხვა დანარჩენი ენერგიის წარმომადგენლებს. ანუ თუნდაც იგივე მათემატიკულ ალგორითმს როცა შეადგენენ, ხო, აი მათემატიკაში არიან განსაკუთრებით ძლიერები, IT-ში არიან ძალიან ძლიერები, ხო? აი ესეთი ანალიტიკური აზროვნების სფეროები იზიდავთ ხუთიანებს. და აი იმ პატარა დეტალებს სქემის სტრუქტურის აწყობისას აუცილებლად გაითვალისწინებენ და ფაქტობრივად მინიმუმამდე დაიყვანენ პოტენციური შეცდომის ალბათობას. ესეთი ადამიანები უნდა ვმართოთ როგორ? მივცეთ თავისუფლება და ამ დროს აი გარედან მშობლებმა მიეხმარეთ იმაში, რომ აი არ ჩამორჩეს გრაფიკს, აი უბრალოდ შეახსენეთ დრო, რომ აი აქ წასასვლელი ხარ, აქ დასარეკი გაქვს, აქ რაღაცა პასუხი გაქვს გასაცემი და ასე შემდეგ. ხო, აი რაც დაიწყე დაასრულე. აი ამ საკითხში არის მთავარი გამოწვევა ხუთიანური ენერგიის თვითონ ზრდასრულობაშიც და მათი მშობლებისაც. რატომ მიკეთია ეხა ეს ნიღაბი? იმიტომ ჩემოძვირფასებო, რომ ძალიან გულჩათხრობილი ადამიანები არიან, ძალიან დისტანცირებული შეიძლება მოგეჩვენოთ ერთი შეხედვით საზოგადოებისგან, ეს პიროვნებები აქვთ საკუთარი საზღვრები, ამ საზღვრებში ძალიან ბევრი ფილტრი აქვთ კიდე ჩაყენებული და აი ამ ფილტრებს მოკლედ თუ გაივლით, საზვერეებს თუ გადალახავთ, რაღაცნაირად მიაღწევთ ხუთიანური ენერგიის ადამიანების გულებამდე და ვინც მიაღწევთ ჩათვალეთ რომ ერთ ტიპის ჯეკპოტს მოიგებთ, თუმცა ამ ჯეკპოტს ახასიათებს თავისი პლუსებიც და თავისი მინუსებიც შეიძლება ითქვას. კიდევ რა გვინდა რომ ვთქვათ, ხო, მშობლებისთვის მნიშვნელოვანია რომ ხუთიანური ენერგიის ბავშვებს ძალიან ღრმა ასაკიდან გამოუცხადოთ უპირობო ნდობა ჩემოძვირფასებო, იმიტომ რომ თვითონ რადგან უჭირს ნდობა ამ ადამიანებს, საყრდენი წერტილი დასაწყის ასაკში, აი ზრდის პროცესში არის მათთვის მშობელი და რაც არ უნდა უტოპიურად მოგეჩვენოთ, რაც არ უნდა სიგიჟედ მოგეჩვენოთ მათი ნებისმიერი მისწრაფება, იდეა თუ ასე შემდეგ, უბრალოდ აჩვენეთ უპირობო სიყვარული და მხარდაჭერა თქვენს შვილებს. ამით მათში თქვენ სულიერების ცენტრს გააძლიერებთ და მაშინ, როდესაც ხუთიანებს მოაკლდებათ ეს რაღაცნაირი გარესამყაროსეული მხარდაჭერა, ყოველთვის ეცოდინებათ, რომ არსებობს რაღაც, რაშიც შეიძლება იპოვონ თავიანთი თავი, რომელიც ოდესღაც დაკარგეს და დაკარგეს რის გამო? იმის გამო, რომ ვერ იყვნენ და ვერ შეძლეს ყოფილიყვნენ თანმიმდევრულები. აი ესეთი იყო ხუთიანური ენერგიის დახასიათება ჩემოძვირფასებო, მე იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. გილოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს და შევხვდებით უკვე 2026-ში. დროებით.